მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უკვე ალბათ აღარავისთვის უცხო არ არის ის, რომ კოცების მოღალატე ხელისუფლება საქართველოს და ქართველიერის გადაშენების, გადაჯიშების და საქართველოს ისლამიზაციის ავანგარდში არის ჩამდგარი. ადრე თუ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოში ჩამოსული არაბები, სპარსელები, პაკისტანელები, ინდუსები და სხვა რჯულის ადამიანები ტურიზმის საფარქვეში იყვნენ ჩამოსულები და ეს ნორმალური იყო ბიზნესისთვის, ქვეყნისთვის და ასე შემდეგ. დღეს უკვე 2025 წელს ოფიციალურად გამოგვიცხადეს, რომ თურმე საქართველოში უნდა დაიწყოს თურქების ჩამოსახლება, რომლებიც თავის დროზე მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ დაასახლა. ამ მიზნით საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი დიდგორობა დღეს კისრისტეხით გაიქცა თურქეთის სულთნის ერდოღანის მიპატიჟებულზე, პატივი მიაგო საქართველოს დაუძინებელ მტერს ქემალ ათათურქს, თურქულ ჯვარს მიესალმა თურქულ ენაზე და ოსმალების სულთანს თურქი მესხების დაბრუნებას საქართველოში დაჰპირდა, რითაც კმაყოფილი დაბრუნდა უკან. ძალიან ბევრისთვის ეს მოულოდნელობა იყო, სიმართლე გითხრათ, ასეთი მოღალატეობრივი ღია ნაბიჯი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტიდან ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო, იმიტომ რომ ნამდვილად არ მეგონა, რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, ამას სააკაშვილი არ იკადრებდა, ნამდვილად აი პირდაპირ გეტყვით, სააკაშვილი, მარგველაშვილი, აი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ქალიც კი არ იკადრებდა რა და შევარდნაძეს არ იკადრებდა, ეხლა ზვიად გამსახურდიაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი. მსგავსი ნაბიჯი ჩაედინა დიდგორობა დღეს, რაც აი ნაძირალა მათხოვარმა არაკაცმა ჩაიდინა. თუმცა ის რომ საქართველოში ქართველი პატრიოტების და საერთოდ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობდა, ეს ჩემთვის დიდი ხნის წინ ცნობილი იყო თურქული მხრიდან, თურქული რბილი ძალა, თურქეთის ელჩის მეშვეობით როგორ მუშაობდა საქართველოში, რადგან ეს ყველაფერი საკუთარ თავზე და საკუთარ მეგობრებზე განვიცადე მე პირადად და აი უბრალოდ მინდა გავახსენო ჩემს აუდიტორიას და არა მარტო ჩემს აუდიტორიას, აი ახალი გამომწერებიც არიან ზოგიერთი კოცები, ზოგიერთი თვითონ ნეიტრალურად მაყურებელი ამ პროცესების და გეუბნებიან, რომ აი ხომ აღარ გიჭერენ, შენ რა პრობლემა გაქვს საქართველოში, რატო არ ჩამოდიხარ, ვინ რას გეუბნება და მსგავსი იდიოტიზმით გამსჭვალული პოსტები უამრავი იწერება. მე სიმართლე გითხრათ, იმის შემდეგ, რაც განახორციელა ეგრეთ წოდებულმა მთავარსარდელმა ყაველაშვილმა, ამ კითხვის დამსმელი, რომ ადამიანი ამას ვერ ხედავს რა ხდება საქართველოს და ქართველიერის თავზე, ისიც მოღალატედ მიმაჩნია, ჩვეულებრივი მოღალატე არის, ყველა ვინც გაამართლებს ქართული ოცნების ქმედებას და ყველა ვინც გაამართლებს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ქმედებას, ისიც ჩვეულებრივი მოღალატე არის და ის არის ჩვეულებრივად მენტალურად კასტრირებული ადამიანი, რომელ ადამიანსაც უბრალოდ სალაფავის მეტი არაფერი არ აინტერესებს და ყველაფერზე მზადაა დაეთანხმოს, ამიტომ ყავთ თავიანთი ბელადი, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა, მშვიდობაა ქვეყანაში და მეტი რო არაფერი რო არ ადარდებთ. ამ კატეგორია ხალხზე მაქვს საუბარი. ზოგადად მინდა გავახსენო ჩემს აუდიტორიას ჩემი პირადი ბიოგრაფიის და ჩემი მეგობრების სიტუაცია, როდესაც ჩვენ თურქეთის ელჩის მოთხოვნით, დიახ, მე მაშინაც ვამბობდი, ახლაც ვამბობ და ეს იყო უშუალოდ თურქეთის ელჩის მოთხოვნა, ეს მაშინ ქალბატონი ბრძანდებოდა, ფატმანი იუზგელი იყო, რომელიც პირადად გამოდიოდა დიდგორობის წინააღმდეგ საბრძოლველად და აცხადებდა, რომ დიდგორობის აღნიშვნა ეს არის დანაშაული, ეს არის ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე, ესე რომ ვთქვათ, ლახვარის ჩაცემა და ესე შემდეგ. ქართველ კაცს საქართველოში დიდგორი ვერ უნდა აღენიშნა თურქეთის ელჩის მოთხოვნით, როდესაც სხვათა შორის
ანექსირებულ საქართველოში, ართვინში, ზუსტად იმ პერიოდში თურქებმა აღნიშნეს ქართველებიდან ბრჭყალებში გათავისუფლების 100 წლის თავი. მოკლედ ეს ისლამიზაციის პროცესი მიმდინარეობდა საქართველოში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, შეფარულად ღრმა ფესვები აქვს. ბოლო დროს მე ბლოგებს უშუალოდ ამ საკითხს მიუძღვნი და ვისაც აინტერესებს, გაიგებს ამ ყველაფერს. ვისაც არ აინტერესებს ბიომასასთან მე სალაპარაკო არაფერი არ მაქვს. და მინდა უბრალოდ გაგახსენოთ, ან ზოგიერთი ბავშვები იყვნენ, ახლა წარმოიზარდნენ. პირადად ჩემი ბიოგრაფია თუ როგორ ხორციელდებოდა ეს ყველაფერი და მე პირადად როგორ გავხდი საქართველოში, როგორც ქართული ხელისუფლების, ასევე თურქული სპეცსამსახურების, ასე რომ ვთქვათ, დევნის ობიექტი. ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, იმიტომ რომ ვინც ნახეთ წინა ბლოგი, სადაც სულმნათი გურამ შარაძე ყვებოდა იმ ისტორიას, რაც ეხებოდა საქართველოში თურქი მესხების ჩამოსახლებას, რის გამოც მას შვილი მოუკლეს, შემდეგ თვითონაც მოკლეს. მართლა დაემფაროს, ვინმე არ ეგონოს გურამ შარაძეს ვადარებდე თავს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც გამოდიან საქართველოში თურქული ექსპანსიის წინააღმდეგ, ისინი ავტომატურად ხდებიან ამ სპეცსამსახურების და საქართველოს მოღალატე რეჟიმების ჩვეულებრივად დევნის ობიექტი. ამიტომ მე გაგახსენებთ აი ამ მოღალატეების მიერ, ქოცების მიერ ჩადენილ დანაშაულს. არ ქონდა იმას მნიშვნელობა იქ მე ვიქნებოდი ჩემი მეგობრებით თუ სხვა იქნებოდა თავიანთი მეგობრებით, ქართველი ადამიანისთვის საქართველოში დიდგორობის აღნიშვნის აკრძალვა და დაკავება ამის გამო. ამ დანაშაულს სიმართლე გითხრათ, მე პირადად არასდროს არ ვაპატიებ არც ქოცებს და არც მათ მონაშნირს ვასილ მუმლაძეს, რომელმაც ეგრეთ წოდებული ჯიგარი ღარიბას პრემიერობის დროს, ჯიგარი გომელაურის მინისტრობის დროს და მაგარი ლილუაშვილის უშიშროების მინისტრობის დროს შეასრულა ის ბრძანება, რა ბრძანებაც იყო გაცემული ჩვენი დაკავების შესახებ. და ასევე მინდა მიუბრუნდე ადამიანებს, რომელი ადამიანებიც ეგრეთ წოდებულ ეროვნულ კონსერვატიულ ნიშებს და ფლანგებს იჭერენ. აი, დაგვაკავეს ხო? რა მოხდა, ეგ არაფერი პრობლემა არ არის, დაგიჭერენ, გამოხვალ ადამიანი, მაგრამ თვითონ ფაქტთან დაკავშირებით რეაქცია აი ეგრეთ წოდებულ პატრიოტებს, რომლებსაც ხედავთ, ეგრეთ წოდებული კონსერვატორები იქნება, ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, ეროვნული ძალის მიმდევარი ხალხი იქნება, ხმა არავის არ ამოუყია. ორადორმა ადამიანმა, ცნობადმა პიროვნებებმა, ვინც გაბედეს ამ ფაქტთან თავიანთი აზრის ღიად გამოხატვა და დაფიქსირება, ეს იყო ნიკოლოზ მჟავანაძე და ეს იყო ბატონი ვაჟა ოთარაშვილი. დანარჩენმა ყველამ პირში წყალი ჩაიგუბა, ვითომ არაფერი არ მომხდარა, ყველაფერი გაატარა და დღემდე მუდუებივით არიან სოროში ჩამჯდარები, ხმას არ იღებენ და პატრიოტიზმს ეფიცებიან აქ საზოგადოებას, ზოგს არჩევნებში მონაწილეობის მიღება უნდა და ზოგს რა და ზოგს რა და. სხვათა შორის რა არის, იცით, აქ ბლოგის დასაწყისში მე მინდა გითხრათ, რომ ჩემს ეგრეთ წოდებულ თანამებრძოლებს თუ აი იცი მეგობრებათაც რომ მოგქონდათ თავი, ეროვნული ფლანგი რო გეჭირათ რა. ამ კატეგორიებს მოგმართავთ და წელს და იმ სამეგობროს. აი, როდესაც მე დამიჭირეს მეგობრებთან ერთად, თქვენ თურქეთის ელჩთან დარბოდით. რომ არ ვიცი რა საქმე უნდა გქონოდათ, აპრავებდით, ათეთრებდით უბრალოდ და ეს თუ ღალატი არა, ეს თუ მოღალატეობა არა, რა ვიცი, რაც კიდათ ის დაარქვით. აპრავებდით იმას, რასაც თურქეთის ელჩი საქართველოში ითხოვდა. და ჩემს მიმართებაში თქვენ ერთი სიტყვა არ მოგიღიათ, როგორც ადამიანის მიმართებაში, აქ საქმე არ არის საუბარი როგორც მეგობრის, ყოფილი თუნდაც თანამებრძოლის და ამის მიმართებაში, არა. უბრალოდ ქართველი ადამიანის და ქართველი
ბიჭების მიმართ, რომლებიც დაიჭირეს იმის გამო, რომ დიდგორობას აღნიშნავდნენ და ესეთი ეროვნულები ხართ თქვენ. ხო, ვინც ეს გააკეთეთ და რამდენმაც გააკეთეთ, ეს თქვენ სინდისზე და ნამუსზე იყოს, თქვენ სინდისი და ნამუსი და ჩემს მიმართ ამოსაღები ხმა 200 წელიწადი რო ვიცოცხლო, მაინც არ გექნებათ ისე როგორც სხვა ბევრ რამეებთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ გეგონოთ, რომ მსგავსი რაღაცეები დავიწყებულია და თქვენი ჩადენილი ვაჟკაცობა ვინმეს არ ახსოვს. ახლა კი მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო. შემოგთავაზებთ ქრონოლოგიურად იმ ყველაფერს, რა ყველაფერიც მოხდა 2022 წლის დიდგორობა დღეს, დიდგორობის 900 წლის თავზე და აჭარის გათავისუფლების 100 წლის თავზე. მაშინ ამას ყურადღება არავინ არ მიაქცია. დღეს კიდე ჩვენ ის მივიღეთ, რომ უკვე დიდგორობის აღნიშვნის გამო ვინმეს იჭერდნენ საქართველოში კი არა. საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი გარბოდეს, იჩოქებდეს, კოცნიდეს ათათურქის საფლავს. ეხუტებოდეს სულთანს, თურქეთის მოქმედ სულთანს. თურქულ ჯარს თურქულ ენაზე ესალმებოდეს და ამით ბედნიერი და კმაყოფილი ბრუნდებოდეს საქართველოში და რაც მთავარია და რაც სამარცხვინოა და რაც გულის ამრევი არის თითოეული ქართველის მიმართ, ვინც ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ სიტყვას არ ამბობს. ერთ სიტყვას რო არ ამბობს დღესდღეობით, ხო? საზოგადოებაში მსგავს ფაქტზე პროტესტი აი ნულის დონე. ალბათ ძალიან დიდ ნაწილში საზოგადოებაში მიაღწიეს იმას, რომ ადამიანიდან ბიომასა ექციათ და დაივიწყებიათ ქართველისთვის მამული, წენაც, სარწმუნოებაც და თავიანთი წინაპრების დამსახურება როგორც ერის, ასევე ღმერთის წინაშე. კარგით, ახლა კი ნახეთ ეს ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი და დაწერეთ თქვენი კომენტარი და გადააზიარეთ ერთი ვინც იტყვის რომ მე ამ ყველაფერს ვიგონებ, ვინც იტყვით რომ ამ ყველაფერს თურმე, რა ვიცი, ვაბრალებ მე ოცნების ხელისუფლებას და ბიძინა რა შვაშია და ღარიბაშვილი რა შვაშია და ის რა შვაშია და ეს რა შვაშია და აი ჩაუდევით პირში რა ამ ხალხს ეს თუ შეიძლება რა. თხოვნა მექნება ვინც ნახავთ გამოიწერეთ და გავრცელეთ ვიდეო. თუ მაგის მაინც არ შეგეშინდებათ დიდგორის მომგებიერი ვართ ხალხო ბოლო. კარგად ბრძანდებოდეთ. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს 12 აგვისტოა. საქართველოს და ჩვენი ერის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების დღე. თუმცა გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება რომ თქვათ დიდგორის ბრძოლამ არათუ საქართველოს ზოგადად აღმოსავლეთ საქრისტიანოს ბედი გადაწყვიტა საუკუნეების მანძილზე. დღევანდელ ბლოგში კი მინდა მოგიყვეთ ჩემი პირადი ისტორია, რომელიც მე და ჩემს მეგობრებს გადაგვხდა საქართველოში 2 წლის წინ. დიდგორობის 900 წლის თავზე. ბლოგის დასაწყისში ერთი თხოვნა მექნება. ბლოგი ნახეთ ბოლომდე, დასკვნები თავად გააკეთეთ. თქვენი თავისუფალი აზრი კი თუნდაც ჩემს მიმართ ყველაზე მეტი უარყოფითი ზრდილობის ფარგლებში კომენტარებში დააფიქსირეთ. 2021 წელი სიმბოლური წელი იყო. დიდგორის გამარჯვებიდან 900 წელი შესრულდა, ხოლო აჭარის გათავისუფლებიდან 100 წელი. ამიტომაც მეგობრებმა ამ თარიღების აღნიშვნა ბათუმში გადავწყვიტეთ. თანაც ბათუმის მერიისთვის და საკრებულოსთვის გსურდა შეგვეხსენებია 5 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას უკავშირდებოდა. თუმცა ეს გადაწყვეტილება დღევანდელ დღემდე ფარატინა ფურცლად არის დარჩენილი და მის შესრულებას დღესაც არავინ აპირებს. ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება, თუმცა როდის ჯერჯერობით უცნობია. ის თუ რაც მოყვა ჩვენს უწყინარ და კანონიერ ქმედებას ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან, ბლოგში თავად იხილავთ. მე კი კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ გულწრფელად დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ჩვენს მიმართაც და სახელმწიფო სისტემის მიმართაც, რადგან ეს ყველაფერი ჩვენ ორი სასამართლო და უამრავი ნერვიულობა დაგვიჯდა.
გამარჯობა ქართველებო, პირველ რიგში ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის დიდგორობა 900 წლის თავის სიმბოლური თარიღი არის. ეს გამარჯვება მარტო საქართველოსთვის არ იყო. მთლიან აღმოსავლეთ საქრისტიანოს გადარჩენას ნიშნავდა და ქრისტიანობის გადარჩენას ნიშნავდა დიდგორი. ჩვენმა საზმომ გადაწყვიტა და ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს დიდი გამარჯვება აღინიშნოს ბათუმში. ამიტომ შევიკრიბეთ, ახლა გამოვიარეთ ქუთაისი, სურათები გადავიღეთ აღმაშენებლის ძეგლთან, დაგვთან ეროვნული ადამიანები, თუმცა პოლიციას და უშიშროებასაც არ დავიწყებია ჩვენი ნახვა და მოვიდნენ გვესაუბრენ, რომ არაფერს ჩვენც არ ვაპირებთ, არც ვინმე ცემას, არც რაიმე სიმბოლიკების დაწვას დააღნიშნოთ. ამოვედით ბათუმისკენ, რაც გველოდებია. აი ახლა გზაში პატრულმა გაგვაჩერა უკვე დაახლოებით 1.5 საათზე მეტი არის. არავინ ნასვამი არა, მანქანას პრობლემა არ გააჩნია. ჩვენ რამე იარაღი არა გვაქვს, არაფერი არა გვაქვს და ამ გვამოწმებენ რა, ისევე ალბათ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ზრუნავენ. ჩვენ მიულოცეთ მათ დღევანდელი დღე და უსურვეთ ყველაფერი კარგი და ახლა მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა რა, ეს შემთხვევით არაფერი არ ხდება და ჩემ Facebook-იდან ვერ გერთვებით, იმიტომ რომ ორი პოსტის მერე ხელახლა ვარ დაბლოკირებული. ახლა მე მინდა უთხრა იმათ, ვინც ამ ყველაფერს გეგმავს რა. საქართველოში ქართველებს დიდგორობის ზეიმში ხელი უნდა შეუწყოთ და ხელი კი არ უნდა შეუშალოთ. მივდივართ უბრალოდ იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი სიყვარული აი ამ გამარჯვების მიმართ, აჭარის გათავისუფლების 100 წლის თავთან დაკავშირებით ყველაფერი და ეს რა არის? ასეთი დევნა თავის დროზე კომუნისტების პერიოდში არ ყოფილა რა ალბათ. სირცხვილია ეს ყველაფერი ხალხო. რატო ავალებთ ესე და მე მინდა პირდაპირ მივმართო გომელაურს, პირდაპირ მივმართო ლილუაშვილს, უშიშროებს ქართველები არა ხართ, ერთი წვეთის სისხლი ქართული თქვენში რამე არ დუნს, რამე არ ხვენიათ ასე რომ იქცევით ხალხო. თუ რა გინდათ ახლა არასდროს არ იქნება აქ ის საზოგადოება, რომელიც საზოგადოებაც არასდროს არ იქნება მსახური ისეთი ძალის, რომელიც ძალაც ელემენტარული 900 წლის თავს ღირსეულად ვერ აღნიშნავს, აღმაშენებლის ძეგლს ვერ დგამს და ელემენტარულად საქართველოში სამშობლოს სიყვარული გამოცხადებული არის დასჯად. აი ახლა არ ვიცი რა მოხდა, აგერ ერთი ხიზელი ყავს მძღოლი, მეორეც ხიზელი ყავს, არ გავუჩერებია, მაგრამ არ ვიცი რატო ხდება ასე, როგორ ხდება. აი შეხედეთ აგერ ამ ყველაფერს და არავისთან დასამალი არაფერი არ აგვაქვს. გითხარით კიდეც რომ მივდივართ საძმო, რომ აღუნიშნოთ დღევანდელი დიდი დღე, გამარჯვების დღე ბათუმში. არ ვიცი რატო გვიქნია ამ პრობლემას, მე ვერ ხვდები. მე სული და გულით ყველას ულოცავ დიდგორს და ვისურვებ იმას, რომ საქართველოში არასდროს არ დავიწყებული იყოს ჩვენი დიდი წინაპრები, სისხლით მოტანილი დიდი გამარჯვებები. ნუ ამას დავივიწყებ, ერთს რომელსაც წარსული არ გააჩნია, იმას არ გააჩნია მომავალი. როგორ საქართველოში გინდა შვილები გაზარდოთ, ამაზე დაფიქრდით უყველა. ნაცი ხარ, ქოცი ხარ, ლილუაშვილი ხარ, გომელაური ხარ თუ ვინა ხარ, ხო, შენს ქართველი ხარ. ქართველი ხარ პირველ რიგში. და ამოდი აქედან ამოდი. და დღეს ვინც ცდილობს რომ ჩვენ ხელი შეგვიშალოს, ჩვენ არავის ცემას, არავის ჭკუს, არაფერს არ ვაპირებთ. უბრალოდ ჩავდივართ ჩვენი ძმები და გვხვდებიან და ვიმშიარულოთ, ვისიამოვნოთ, აღნიშნოთ ეს გამარჯვების დღე. ვინც ამას ცდილობს რომ ხელი შეგვიშალოს, თქვენ ხართ არაკაცი. თქვენში ერთი წვეთი ქართული სისხლი არა, რა. აგერ გადახედეთ, ერთი მეორეზე უკეთესი ბიჭები არიან. ვინმე გირჩელი კი არაა, ვინმე ნარკომანი კი არაა, ვინმე პიდარასტი კი არაა, ვინმე ის კი არაა. არიან ქართველები, საქართველოს შვილები, ოჯახის შვილები, წესიერი ადამიანები, ტრადიციით და წინაპრების პატივისცემით აღზრდილი ხალხი. ეს გახდა ამ ქვეყანაში დასჯადი? ეს გახდა? აი ბატონო. ველოდებით რა იქნება ამი. ატიცემო, ხოლო გაგვიშევია. არა. არავინ ასომი არა, არა, ჩვენ საუბრობთ. მიბზანდი სადაზგენები.
ჩვენი პროცედურაა. კიდე ერთი დარგოა, სადაც იცით შევიდა ძალაში სამშაბათიდან. ნუ პირბადე უნდა გვეკეთოს. ხუთი კაცი და მეტი და შეიძლება იქ აუცილებელია პირბადის გაკეთება. საკოორდინაციო მოდებულია პანდემია და ამიტომ ისევე სავალდებულო გახდა აი ხუთი კაცი და ისე საფასდება ყველაფერი ჩემამდე ეგ ინფორმაცია არ მოსწონს აუდიოსაკიდან გამომდინარე არა იყო გაასაჯაროი შეგრება მანქანაში იგულისხმება ძმაო ხუთი კაცი და მეტი გადაჭრა კონკრეტულად მანქანა არ არის სადაც არის ხუთი და მეტი ადამიანი აუცილებელია პირბადის არეში მინდია დია სრულ დია კიდე ერთი გიგოცა რამდენი ამბიტი ისახე დავათმა მომისტერანი არის ნუ აგები MMA-ის მებრძოლი პატიოსან ესიერი არავინ ნარკომანი არა არავინ მკვლელი არა არავინ ყაჩაღი არა თავდადებული ბიჭები ვართ ამ ქვეყანაში ყველას და ზეგად ხო რომ მოხდეს 1000 რო ავიბადო 1000 მიდიო თუნაუს ახანიშნე პირველივე აფთიაქში ვიყიდით პირბადებს და გავიკეთეთ. აა ბატონო, პირბადებს და თუაგი არის და. ანუ მაგის გამო გაგვაჩერეთ. ხო? მაგის გამო გაგვაჩერეთ. არა მაგის გამო გაგვაჩერეთ. ეგ მიზეზი. ხო რა, გაგვიშვით, თუ ჯარიმას გვიწევს, გამოგვიწერეთ. მოსოვის მასალები ხარკო და აუშენეთ ხან. ადამიანები ვარ ახლა, შეიძლება პატარმენტი ყოველთვის. აი, ხო, გავიგე. აი, გენაცვალე. სულ საერთოდ გაგვიშვით ინტერნეტსა პრობლემა და გადვიშვით, აუცილებლად გადვიშვით. არა, იმიტომ რომ ველოდე ასაბილო. არა, ჯერ არა. ასია კარში რა. ეხლა რო რაღაცა კონდიცია დამიშავე. და ინტერნეტი არა ველოდი. ვიდეო ფუნაში არ გამოვიდნენ, შეგვიძლია იგი. არაფერი არ დამიშავები ამ ქვეყნისთვის, ერთი დანაშაული მაქვს ძალიან მაგარი. ამ დანაშაული გვაქვს მე. როგი ყავს ეს ქვეყანა? ხო, ერთი დანაშაული მაქვს ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. აი, რა ვიცი, ეგრე გამოდის. პირველივე აფთიაქში გავიკეთეთ აფრაში. ყველა შექმნი ხმაა. ყუის რა დააშავას? არა, რა ხდება? რაზე მაკავე? ვიცო, რაზე იჭერთ? ეგ ხო უნდა ვიცოდეთ. რომელი შეუყარება? სად მოგაყენეთ შეურაცხყოფა? ადმინისტრაციის სამართალდამოვართან კოჭის 73 თან 173 მუხლი დამდებით დაკავებული. ადამიანებს ბარეთის კანონია მოთხოვნა და შეურაცხყოფას აკეთებს პოლიციის თანაშმომლები, რომელიც ააშლუნებს სამსახურეობრივ მოვალეობას. სამსახურეობრივ ერთი აიცა, ასოციაციებში დარეკეთ ეხლა დარეკეთ რომე ჩემი უფლებები მაქვს გაგაცნო ქონებლებებს ეგ უნდოდა რატო ვაკეთებ თამაშ პატიცემულო მოდი დავალება მაშინ რატო გავჩერდი ამდეხარ ამაკ დანაშაული რო გამაჭერეთ ნაო დაკავებული ეს მარტივია შენ შემოგევლე რატო ვაკეთებ რაზე იჭერ რატო ვაკავებ თვითონ შეურაცხყოფა რომელი შეურაცხყოფა მოგაყენეთ გუგურს დაგვიფორმებთ ყველა საფრთხე რა შეურაცხყოფა მიაყენა ბიჭო არაფერი არ უთქვია
საერთოდ ბაზარი არ არის განები არ არის არაფერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, უბრალოდ დაიჭირეს რა. გაგვაჩერეს ყველა უბრალოდ და დაიჭირეს. არაფრის გამო. თვითონაც არ იციან რატომ დაიჭირეს. არ იძახის რა შეურაცხყოფა მიაყენა. ხოდა რატო რა შეურაცხყოფა ანუ შეურაცხყოფა მომაყენაო ხო იძახის. ინტერნეტის არ ქონის გამო ეს კაცი რატო დავიჭირეთ? ძმა ხო ვიქნებოდი წასული. ეს კაცი რო არ მოსულიყო. გამაგენე რა მაქვს დანაშაული მიხარეთ. მოვალეობის შესრულებაში. რა სამსახურეობის მოვალეობა? კიდევ ერთი გიმეორებ. ხეს ნუგვიშლით სამსახურეობის მოვალეობის შესრულებაში. ანუ თუ შენ თუთლი არავინ არ გიშლით. გვაინტერესებს რატო დაიჭირეს. მასია ზუსტად შენ თუთლი. თქვენ უბრალოდ თუთლი მასია. ეს კანონია. საგანი კანონი. ყველა უბრალოდ გაგვაჩერეს. და ყველა უბრალოდ დაგვიჭირეს კაცი რა. არაფრის გამო. აი არაფრის გამო რა. პოლიცია წარმოეწონა აკის არაფრის გამო დაიჭირეს. ჩათვალა რო არაფერს არ ვაშავ. მარტივი რაღაცა პოლიციას აქვს. ნუ ნებისმიერი ქალაქის იდენტიფიცირება გააკეთა. მაგ მისნით მოვედი. ჩვენ გონთან გასაგებია რომ აქვს, მაგრამ ახლა არაფრის გამო, ხო? ხო, არაფრის გამო. უნდა გადაგიღო, მაგრამ რავი, რაღაცა შარი არ მოვავიცინე. მარტივ რაღაცას გეუბნები. უნდა გაგვაფრთხილო, რომ აკეთებ ჩაწერას რა. რატო უნდა გაგაფრთხილო? რა შერაზე მოდიხარ, აი რა მოდიხარ, აი რა ხვდე, აი რამე დავაშე მე. არაფერი არ უწმაწურის თუ არ გითქვი, აი რაზე მოდიხარ, ეპოს და ვერ ვიგებ ზმა. გეუბნებით რაზეც მოვედი. ხო არასდროს მოხდით მე რო იცოდეს, ნუ. ნახე ეგ შენი შეფასებაა. შენ შემოგევლე რა. შენი შეფასებაც არის რომ მოხოდი და გავით თუ რაღაცა რა. ირონიული ლაპარაკი არ გინდა ძალიან რა. მე მოვლით შემლაპარაკს რა, არ მინდა. არ ჭკუა იმდენი მაქვს, უბრალოდ ადამიანებაზე მოგიცოდი. ცხოვრებაში პლანი არ მომიწევია, მე პირადად. არ არის ასე ვიღაცა მოვიდა მამოწმოს რაღაცეები. რა თქვენ? პლანი მოწიეთო? არაფერი არ გაგვეცალე ზმურათა რა. ხოდა რა ქვია რომ გორმოგდასო მასწავლებელმა და პოლიცია თქვენი იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ. არაფერი არ გეუბნებიან გამო უნდა მოვახდინოთ, მაგრამ რეციდივისტი ვარ, რავი მე, კაცის ყვლელი ვარ, ბარიგა ვარ, რა ვიცი. თავი გორიაბაში აგა ლენინგრადის ბლოკადაში გორია თავი, გარი ხალხი ვარ, ჩემი. ლენინგრადის ბლოკადა რა არის, ჩემი გაი. მაგის გამო რატომ მივიდე და ახლა სურათი უნდა გადავიღო და იგი მაგრამ აი არა იდენტიფიცირება ხო რაცა იდენტიფიცირება სხვა სურათი გადაგება არ მაქვს პასპორტი ჩემი ხოდა სახელი გვარი უნდა მithra ჩემი პროვოკაციაზე არის ნორმალ დაანებე თავი შეშ ერთი ყველაზე შინოდე და არ მისახელი გვარი სურათი ორი უმაღლესი დამხარებული რომ მეუბნები იდენტიფიცირება რა ამას აღარ იდენტიფიცირება რა შეიძლება ამას აღარ ხო იობნები არის ახლა იობნები ხო ადამიანის იდენტიფიცირება ხდება ბევრნაირად არის სახის სკანირები არის სახელი გვარი და ბევრნაირად ხო მე მაივიდმისმე რომ ზოგმა იცი პოლიციამ არა ხომ ეიდები როა ხო საყენებენ და გიგებენ სურათს სახელი გვარს რა დანაშაული რა ამეთა რაში პიროვნების იდენტიფიცირება ორივე სახელი გვარი ჩაწერა უძღადის გადაღებას და საერთოდ რაში ფიქრდება დაინტერესება არა საერთო რამე დაინახე ჩვენში რაზე მოხდით ვაფშე გაინტერესებს ეხლა საერთო რა დავინახე ხო რა დაინახე საერთო დაწყნარი შენ დაწყნარი მე დაწყნარებული ვარ არ დავანებებს რა უფლებით იმის უნდა ჩემი ტელეფონი არა ნუ შენ უნდა გამარცხილო რომ გადაღებას აკეთებ უკვე იცი რომ ვიღებ და ვიცი არ გითხრია ჩემთვის რატო ვაგებ წეღან ის ბიჭი აქ არ იყო დაინახა რომ ვიღებდი ვერ გაიგონე აი ის ბიჭი მე ნუ ჩემთან მოვაკეთე მაშინ შეც თუ მოდიხარ ჩემთან რა უფლებით მოდიხარ მალალ მართალი კაცი ვარ და მოდიხარ ხომშვიდობა გაქვს აბა ქვებს ვისური ძია ჰა ქვებს ვისური და დაჯდებით მე და საქართველოს ჭიქას დაწეთ სუფრაზე გაჩვენდეთ მართლა
გასაწევი არ მაქვს თუ რა. აბა რაზე მოდიხარ აქ რაში გასაწევი გამეთხარ მოვედი მე. რამე დაგიშავ რატო აიმას არ აჭარი რა შეხედე აი შეხედე რაღაცა საეჭოდ დადი შეხედე აი საეჭოდ დადი შე ტელეფონი უჭირა შეხედე ყველას ვამოწოდ მე რა პრობლემაა. მე მიდი რატო იმას არ ამოწმებს ზომა რამი დაშვება წადი არ მოხვიდე ძმა საშიში სიტუაცია აქა მართლა გეუნები წადი ძმა მართლა გეუნები ძმო წადი ვიმე დამნაშავე არავის ეგონო ძმა წადი სიწყილოები ესა ის კაცი ბიჭიკო რომლის დღეს მე ხო თქვი ეს კაცი იქნება მე რა თქვი მოდიან ასაკეთე პაკა ას ვაკეთებ და აი შაყაცვირი ნახე რას ვაკეთებ აბსოლუტურად იდი ჩორტუ რა ეგაც კენი ვერი გამომიწია. ეგასები ნო აკა ვარ სუპელადის დამნაშავეთა სიაზო შემოგიგილო ზო კრიმინალთა ავტორიტეტები ზო კრიმინალებად გამოგვასწავლეს. ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს მელაპარაკეს გუშინ ქუთაისში ორი მიკრო ავტობუსი გააჩერეს რომლებიც მიდიოდნენ ბათუმში ბათუმში თავის მეგობრებთან ერთად უნდოდათ იქ გარკვეულ შინაურ წრეში აღენიშნათ ქართველების მიერ 1921 წელს თურქებზე გამარჯვება. მოგეხსენებათ რომ გენერალმა მაზნიაშვილმა 1921 წელს ამ სადაგ დღეებში, როდესაც საქართველოს მთავრობა გაქცეული იყო საფრანგეთში და გარბოდა, მოაგროვა გარკვეულ პატრიოტთა, როგორც ქართული პოლიციის, ისე პატრიოტული ძალები ქართლიდან, გურიიდან, სამეგრელოდან, და აი ამ ძალებს აჭარიდან ბუნებრივია შეუტია და ფაქტიურად ბათუმი გაათავისუფლა თურქებისაგან. ხო ყველას წაგვიკითხეთ და ვისაც არ წაკითხეთ, გთხოვთ წაიკითხოთ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები. სხვათა შორის პაპაჩემი იბრძოდა ამ იმაში. ჩემი გიგაპაპა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 1000 ჯერ მითქვია, შეგიძლიათ სახლ-მუზეუმში ნახოთ და ამის საბუთები არსებობს. და მე ამაყი ვარ ამით. და ნუ თუ ჩვენ ესე იგი იქ იყვნენ ესე იგი ერმილე ნემსაძე, ვაჟა გუმბერიძე, გაგძენ ისა და დაახლოებით 10-12 ქართველი ვაჟკაცი კაცი. გააჩერა პოლიციამ, ესე იგი ჯერ გუშინ მთელი დღე ყავდათ დაკავებული, მერე გვიანღამით გაათავისუფლეს, ზოგი ნაწილი დღეს გაათავისუფლეს, პირველის ნახევარს. ეს არ არის კონსტიტუციური იმის დარღვევა უფლებისა. რა უფლებით აჩერებს პოლიცია? რა უფლებით, როცა მას არავითარი მიზეზი არ აქვს? ეს არ არის კანონის დარღვევა, ეს არ არის კონსტიტუციური უფლებების დარღვევა. ესე იგი ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არც კონსტიტუცია, ნებისმიერ დროს შეუძლია პატრონს გაუფრთხილებულად გააჩეროს, დააკავოს ამდენი ხანი. და რა იყო მიზეზი ბატონო? არაფერი, ესე იგი, მიზეზი იყო რომ არ უნდა წასულიყვნენ ბათუმში. წარმოიდგინეთ, ესე იგი, არ უნდა წასულიყვნენ ბათუმში, რომ იქ თუნდაც ოჯახურ წრეში, სადღაც ეკლესიაში არ დაერთოთ სანთელი იმ გარდაცვლილი გმირებისა, რომლებმაც ბათუმი გაათავისუფლეს 1921 წელს, რომ თურქებს არ წენოდათ. აი ეს იყო მიზეზი. და ჩვენ ბატონო, ჩვენი ისტორიული ძეგლები, პარხალი, შატბერდი, იშხანი ვერ აღგვიდგენია. სასულიერო პირიც კი, რომელიც შემოსილია სასულიერო პირის კაბით, ვერ გადასულა თურქეთის საზღვარზე თავისუფლად. ვერ ასულხარ უძველეს ქართული კულტურის და სულიერების ცენტრში პანაია სუმელაში და ვერ დაგინთია სანთელი. და აი ჩვენ ბათუმშიც კი თურმე ქართველებს არ შეუძლიათ რომ აღნიშნონ გამარჯვება თურქებზე. აი გუშინ იყო თქვათ დიდგორობა. სადმე ვინმე გააჟღერა რომ ეს იყო ქართველების გამარჯვება თურქებზე? თურქ სელჯუკებზე გამარჯვება დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით? იქ რომ გამართეს კონცერტი და ეს ჯერ ერთი ავიდა ხალხი, ეს იყო სახალხო ზეიმი ყოველთვის. მე მახსოვს თვით კომუნისტური რეჟიმის დროს. ავიდა ხალხი და სურდა თავისი იყვნენ ხალხური მთქმელები, იყვნენ პოეტები, იგივე
ჩემი მეგობრები ვნახე იქ ერეკლეს საღლიანი, ტარიელ ხარხელაური და სხვები, ხო? და უნდათ ეთქვათ თავისი სიტყვა, თავისი პოეტური სიტყვა. არ მისცეს უფლება. მივედი მე უთხარი, არ მომცეს უფლება, რომ მეთქვა ლექსი, რატო? მიზეზი რა იყო, იცი? რომ იმ ლექსში არის სწორედ ის დიდი სიხარულის ყიჟინა, რომ ქართველებმა გაიმარჯვეს თურქების ამხელა კოალიციურ ლაშქარზე, რომ ეს არ გამეჟღერებინა. და მე ქართველ პოეტს ხელისუფლების იქ წარმომადგენლობა უფლება არ მომცეს, რომ ლექსი მეთქვა დიდგორზე. აი ამაზეა ლაპარაკი, რომ ქართული იდეოლოგია აფურთხებენ ქართულ კაცს და მიმიფურთხებია ღარიბაშვილისნაირი პრემიერისთვის და იმისთვის, რა ქვია, მაგათი პარლამენტისთვის და მაგათი პრეზიდენტისთვის. დღეს რომ იმას, რა ქვია, კარნახობდა კიდე როგორ უნდა მოიქცეს თურმე საქართველოს პატრიარქი და ეკლესია, რომ ეს რატომ მაშინ არ ახსოვდათ ეკლესია, როცა LGBT-ების პარადს მართავდნენ. რატომ მაშინ გამარჯობათ მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ მთელი ჩვენი საძმო მივდიოდი ბათუმში იმისთვის, რომ აგვენიშნა დიდგორობა. შევიკრიბეთ ქუთაისში, აღმაშენებლის ძეგლთან, მოვიყარეთ თავი, სადაც მოვიდა პოლიციის და უშიშროების წარმომადგენელი და გითხრა ესეთი რაღაცა. ჩვენ კი გიცნობთ, თქვენ შეგნებული ბიჭი ხარ და თხოვნა იქნება, რომ რაიმე სიმბოლიკის დაწვას, დროშის დაწვას, ან ასე შემდეგ ხომ არ აპირებთ. მე უთხარი, რა თქმა უნდა, ამ მსგავს არაფერს არ ვაპირებთ, მივდივართ, იქ გველოდებიან მეგობრები, რომლებიც ჩვენთან ერთად უნდა აღნიშნონ უბრალოდ ვიზეიმო დღევანდელი დღე. ეს იყო და ეს აქ დამთავრდა კომუნიკაცია მაგათთან. ამის მერე წამოვედით, ქუთაისს ვიყავით დაახლოებით 3-4 კილომეტრის გამცდარი, სადაც გაგვაჩერა პოლიცია. პოლიციამ დაახლოებით 9 საათი ვერ ნახეს ვერც ალკოჰოლური თრობა მძღოლში, ვერც მანქანას ვერანაირი პრობლემა ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ არ გაგვიშვეს. ამის მერე ჩამოვედით მანქანიდან, სადაც ჩავწერეთ ჩვენ ლაივი და მოუწოდეთ შინაგან საქმეთა მინისტრს, უშიშროების უფროსს, რომ ხელს ნუ შეგვიშლი და ამ ღონისძიების გამართვაში. ამის შემდეგ მოდის ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც საყურისები ჰქონდა გაკეთებული ყურში, ტელეფონით საუბრობდა და იქცეოდა პროვოკაციულად, მოვიდა ჩემთან და მეუბნება, რატო ამბობ იმას, რომ საქართველოში სამშობლოს სიყვარული დასჯადია. ეს არის ვიღაც ნაძირალა მუმლაძე, რომელსაც მე აქედან ვპირდები, ძალიან ცუდად დაგიმთავრდება და ძალიან ცუდად დაამთავრებ შენ კარიერას, იმიტომ რომ შენი შეგნების, შენი განათლების და შენი აშკაცობის ადამიანი საზოგადოებისთვის საშიში არის, მით უმეტეს თუ პოლიციის სისტემაში არის შენი მორალით მით უმეტეს. მე უთხარი მას, რომ შეუწიგნურო, შენ ისიც არიცი, ალბათ ისიც არიცი, რომ ილია ჭავჭავაძე სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მოკლეს, დიმიტრი ყიფიანი სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მოკლეს, ცისფერყანწელები სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მოკლეს, ზვიად გამსახურდია სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მოკლეს, ასევე მერაბ კოსტავა და თუნდაც შარაძე ბოლოში. მოუბრუნდი მე ამ ნაძირალას და ვეუბნები, რომ როდესაც ქვეყანაში ომის ვეტერანს გააჩნია მხოლოდ 22 ლარი შემწეობა, ეს არის სამშობლოს სიყვარულისთვის დასჯა. შემდეგ მეუბნება ეს ნაძირალე, რომელი ამის მონაწილე ხარ, ძველბიჭური ტონით ვიღაც პოლიგროფა. ნაძირალა ვიგინდა რა, პოლკოვნიკი თავზე უნდა დაგახიო მაგ წოდებები და აუცილებლად მიიღებ მაგას. აუცილებლად მიიღებ. და უთხარი მე გასაგებენაზე ამოვიღე ვაჩვენე ბარათით ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწვევა, არა მარტო მე. აქ არიან ბიჭები, იგივე ომის მონაწილეები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ეროვნულ გმირებთან ერთად, ზაზა დამენიასთან ერთად იბრძოდნენ. ალეკონიან ჩემ ბავშვობის მეგობარი იყო. ასევე ტატუნაშვილი, ერთად ვსახურობდი. და მე ეს ვიღაცა ვიგინდა რა ნაძირალა, რომელიც არ ვიცი რა ზნეობის და მორალის ადამიანია, დამცინავად აგდებით მეუბნება ამას. ამის მერე მეუბნები, რომ შენ თუ პოლიციელი ხარ და შენ თუ წესდება იცი. მესამე პირს, რატომ ასმენიებ ჩვენ საუბარს, რატო საუბრობ ტელეფონით? ყურში რატო გაქვს საყურისები გაკეთებული? და რატო ასმენიებ მესამე პირს, მაგრამ აშკარა იყო მისგან ღებულობ და დავალებებ თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი.
ამის შემდეგ ამბობს ის, რომ თიშავს ტელეფონს და ამბობს, რომ მე მას მივაყენე შეურაცხყოფა და ვეკითხები, რაში მდგომარეობს შეურაცხყოფა. ესე იგი, შენ მე პოლიციას მეუბნები, რომ მე კანონი არ ვიცი. თურმე ეს ყოფილა შეურაცხყოფა. შენ კანონი კი არ საერთოდ არაფერი არ იცი ცხოვრებაში, შენ ნაზირალა ადამიანო და შენ ისე დაასრულებ, როგორც უნდა დაასრულოთ. ამის შემდეგ ხედავს ახლა ამ ბიჭებს, ნავარჯიშები ბიჭები არიან, MMA-ის მებრძოლები, სპორტსმენები, ვეტერანები და ეწყება პანიკა, შიშის პანიკა, რომ ვინმე ალბათ არ გალახოს და ციოკით იძახებს დამხმარე ეკიპაჟს. რომ მოდით, უნდა დავაკავოთ, წინააღმდეგობას მიწევს. ამ დროს წინააღმდეგობა არავის გაუწევია, კიდე კაი ლაივიცაა მაგის ჩაწერილი და არსებობს მაგის მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ახლა სამხრე კამერები წაშლილი იქნება, ჩართული არ ექნებოდათ, ეს პირველი შემთხვევა არა. ამის მერე მაკავებენ და თურმე ჩემი დაკავება ისეთი საშიში კრიმინალი ვყოფილ ვარ. თურმე ისეთ საშიში კრიმინალი ვარ, რომ თურმე აუცილებლად აღკვეთ ღონისძიებები უნდა შემიფარდეს და გამომიყვანეს ისევე ჩემ მშობლიურ უბანში აქ მომათავსეს, გავიდა 24 საათი, გამოვედი გარეთ. გადავადებიე სასამართლო, იმიტომ რომ ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ აი ესეთ ბრალდებას მე ჩემ თავზე არ ავიღებ, მით უმეტეს მთელი ღამე მქონდა საფიქრელად, როცა რაღაცაში ხარ დამნაშავე 1%-ითაც კი შენ თავში ეძებ რაღაცა მიზეს, მაგრამ როცა აბსოლუტურად უდანაშაულო ხარ, ამ შემთხვევაში უბრალოდ არ იცი ადამიანმა რა სახელი მოუხერხო ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, მე დაუკავშირდი უბრალოდ დაუკავშირდნენ და მოვიდა იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოსული. მოვითხოვე ამ პიროვნების მიმართ დაიწყო სამსახურეობრივი მოკვლევა და მოხდეს ამ პირის იდენტიფიცირება თავიდან ბოლომდე და ახსნას და კანონის წინაშე აგოს პასუხი და დათხოვილი იქნა სისტემიდან. არანაირი ჯარიმის გადამხდელი მე პირადად არა ვარ. იმიტომ რომ ეს ჯარიმა, რომელიც 2000 ლარს ითვალისწინებს, არის ჩემი სამხედრო პენსიის 8 წლის საერთო ჯამი. რომლის გადახდის საშუალებას მე ფიზიკურად არ ამაგდა, როცა მქონდეს, მაინც არ გადავიხდიდი. აი ამაში არის საქმე. ახლა აქედან კიდე ერთხელ გეტყვით რა. კიდე ერთხელ გეუბნები. საქართველოში სამშობლოს სიყვარული არის დასჯადი. დასჯადი იყო, დასჯადი არის და ასე გრძელდება. ახლა აქედან კიდე ბოდიში მინდა მოუხადო იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც ბათუმში გველოდებოდნენ და აჭარიდან გველოდებოდნენ. და ესე მოხდა ჩემო-კარგებო, ეს ბიჭებიც 12 საათამდე ყველა დაკავებული ყავდათ, გაჩერებული ყავდათ, დაკითხვაზე ყავდათ და ასე შემდეგ. საკითხეს ყველა ის აჭარბა. ხო, ისინიც დაკითხეს თურმე რაღაცა დიდ უბედურებას ვაპირებდით თურმე რა ხალხო. აი ეს არის. ჩვენ ქართველებს, პატრიოტებს, ომის ვეტერანს არ მაძლევთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში დიდგორობა აღნიშნო. რომელი დაპყრობილ ქვეყანაზე მეტი საშინელება ეგ არა, ასე ბოლშევიკები და კომუნისტები არ იქცეოდეთ. ფუი, თქვენ კაცობას უყველას. ერმილე, ის რას ნიშნავს ეს ნამიოკი და ეს ეს ნიშნავს, ეს ნამიოკი ნიშნავს იმას, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ ყველაზე დიდ გამარჯვებას, როდესაც პატრიოტ ხალხს არ აღანიშნიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ხარ მოღალატე. როდესაც მოღალატე ხარ, მაშინ არა მარტო ბათუმს, მთელ ქვეყანას გადაცემდა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გამოდის თურქეთის პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ბათუმი თურქეთის ნაწილი იყო, მე-11 კლასის სასწავლებელი წიგნში პირდაპირ ასწავლიან, რომ აჭარა საქართველოს მიიტაცა, ეს დოკუმენტებია პირდაპირ ჩახედო. და კარგად ვიცით რა ხდება იქ. ეს როგორ ხდება ისიც ვიცით. ჯერ ცხადდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მერე ხდება უბრალოდ ისეთი რაღაცა, რომ ამ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში კაპიტალი ვისაც აქვს ჩადებული, ის ხდება ამ კაპიტალის დამცველი და რა თქმა უნდა, ესაა თურქეთი და ესაა თურქული ანექსია. და კარგად იცოდნენ მაგათმა, რომ ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებოდით ისე როგორც ნამუხვანზე სამშობლოს გაყიდოს და მე პირადად გიწოდეთ თქვენ მოღალატეები მაშინ. არა, რას ფიქრობთ ახლა ბიჭო, მამაჩემი 5 წელი ყავდა დაკავებული ეროვნული მოძრაობის დროს. სამშობლოს სიყვარულის გულისთვის. ძმა გაქცეული მყავს პოლიტიკურ დევნაში. ვარ მოხუც დედასთან ერთად დარჩენილი. თქვენ ხო ადამიანობა არაფერი გაქვთ დარჩენილი, მაგრამ რა გონიათ ახლა მე ის კატეგორია ვარ, ან ციხით შემაშინებ, ან რამით შემაშინებ? თუ არ იცით რომ იმ გვარისა ვარ, რომელსაც უკან დახევა, ვერ წარმოუდგენია და არ ჩაუდენია. აუცილებლად გიტირებთ ყოფას, დაგამხობთ ბოლომდე. კარგი. ანა, მოხდა. ჩვენ უკან დახევას არ ვაკვირდებით. იცოდეს ყველამ, ჩვენ შეიძლება გაგვიჭირონ, ჩვენ შეიძლება ისეთი რაღაცეები მოგვიწყონ, მახეები დაგვიგონ, მაგრამ ჩვენ რა მიწაზე გავარ, ნებო. ეს მიწა
ჩვენაირი მე ვერ გავკარნიერდებ და ვიტყვი რომ ჩვენაირი ხალხია ჩვენზე უკეთესები იყვნენ მოდი იმათ მივებათ ვინ ჩვენზე უკეთესები იყვნენ და ჩვენ თუ იმდენს ვერ გავაკეთეთ ჩვენ ყველამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და უკან დახევა კიდე არ ჩვევია რა დაგვიჭირო რა მაქსიმუმ დავკოცოთ ჩვენი სისხლი ძვირად დაგიჯდება მოიცოდეთ კიდე თითეული სისხლი ძვირად დაგიჯდება მეტი არ შეგიძლია ჩვენ იმიტომ რომ ჩვენთან არ არის იმათაც მოღალატეები ხარ ჩამოყალიბებული ჩვენი სისტემა დავანგრიო დიდგორი არის საქართველოს და აღმოსავლეთ საქრისტიანოს ყველაზე დიდი გამარჯვება და საქართველოში დიდგორობის აღნიშნავს თქვენ ვერ მოშli ქართულს ვერ მოკლავთ რაც არ უნდა მანქანებით და მახინაციებით გვებრძოლოთ ჩვენ საქართველოს მოყვარულებს და ქართველებს ვაჟკაცებს სანამ პირში სული გვიდგას გვემახსოვრება დიდგორი გვემახსოვრება წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი და ვივლით მათ ნაკვალებზე ღმერთმა შეგვეძლოს ზეჩაც და კიუხებს ნამეხებს დახუჭა თვალები დიდრონი უკან დასახევი ჩახერგე გზები და იყვირე დიდგორი მეგობრო მაქსიმუმად გადააზიარეთ ახლა ეს ვიდეო იმიტომ რომ შესაძლოა დაბლოკონ ან რაიმე მსგავსი გადმოწერა და თქვენს დადებით დროებით გემშვიდობებით და მადლობა ყველა ადამიანს ვინც მოგიკვითხა და ხარში გუდგას